პარალელში ესე იყო და შემდეგ თავი რო დავანებოთ იმას რომ მე არ ვიზიარებ რომ ეს პარალელები არის კორექტული ანუ აქ არის განსხვავებები კარალიქსიციდენტი ცალსახად დასაგმობი ამბავი იყო ძალიან ცუდი ამბავი ჩვენი ხელისუფლების მასშტაბური მინუსი თუმცა ვთვლი რომ ანალოგია არ არის ზუსტი რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ესეთი მიტინგი სადაც ხელისუფლების ნაწილი ამ ხალხს ვინც დარბია ადამიანები გმირება და ეხა პოლიტიკურ ფიგურებად აქცევს და ემუქრება სახელმწიფოს ეს რამე იმას ახსოვს მაშინ მაგრამ თქვათ მე ვწდები და ის უარესი იყო რაც მოხდა ჩვენ დროს 4 წლის წინ ეს ასე არ არის ჩემს მაგრამ თქვათ ვწდები თავარი პრობლემა რომ ვინც ცდილობს წარსულში მომხდარი ცუდი ამბებით დღევანდელის გამართლებას თუნდაც მე აყოლებდეს რომ კი არ ამართლებო მაგრამ ამას იხსენებდეს მუდმივად ის ქვეყნის წინსვლაზე არ არის ორიენტირებული წარმოიდგინეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნიდან 4 წლის თავზე რომ მომხდარი იყო დაწყებული იყო ხელახლა მუტაციები და შეკვეთილი მკვლელობები რაც იყო ტიპიური ამბავი ხო ვარდების რევოლუციამდე და მე ჩვენმა გუნდმა ის აღმოფხრა და ჩვენ რო გვეთქვა რომ ხომ არა ეხა მაშინაც ხო ხდებოდა რა პრობლემაა ჩვენ ხო წინ უნდა წავიდეთ ასე ყველანი ვინც დღეს მსხვერპლს და მოძალადეს ერთ რანგში განიხილავენ თუნდაც ერთი წეანდებით რომ ამ რაღაც ბოდიში თელეპატივისმით ოპონენტის მიმართ პოლიტიკურ თვალსაზრისით ბრიყური თეორიებით რომ ეს კეთდება პოლარიზაციისთვის და რომ იმართმა წინ წამოდა ესენი ერთმანეთს ასუდუმლებენ ისინი ამართლებენ ძალადობას ისინი ვიძახიან რომ შეიკრიბეთ და ერთმანეთს ეჩხუბეთ ხალხო პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ ის მინუსები რაც თქვენი აზრით იყო ძალიან დიდი ჩემი აზრით უფრო პატარა უნდა დავძლიოთ და წინ წავიდეთ და ეს აუცილებლად მოხდება უკრაინის არჩევნებზე მთელი ჩვენი საზოგადოების ძალის ხმევით. დიდი მადლობა ბატონო გიგამ.